მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩვენ ბუდაპეშტში ვიმყოფებით. არ დავჯერდით ვენის, ავსტრიის ყველაზე უძველეს ზოოპარკს და დღეს ჩვენ ვესტუმრეთ ბუდაპეშტის ზოოპარკს. მოდი დავათვალიეროთ და ნახოთ აქ ყოფილი ცხოველები და როგორ და რანაირად აჯობებს ბუდაპეშტის ზოოპარკი ვენის ზოოპარკს. თუ ვენის ზოოპარკი აჯობებს ბუდაპეშტის ზოოპარკს. წავედით. მეგობრებო, ნახეთ, ეს მომეწონა, ის ვენაში არ იყო მაგალითად. აფრიკა, საერთოდ ავსტრალია და აზია. ეგ კარგია, მაგრამ ის არ მომცეს რა. არ ქონდათ საერთოდ. რუკა მაპი რა, რომ ვიხემძღვანელდა, ეგ ქონდათ და ძალიან მომეწონა ვენაში. როცა იყიდით ბილეთებს, იქ შეგიძლიათ აიღოთ ზოოპარკის რუკა და უფრო მარტივია შემდეგ გადაადგილება, რადგან იცით რომელი ცხოველი სად არის, ხო? სად არის. და აი იმენა გაუცებული ვარ ძალიან ბევრი ცხოველის სახეობა ნახე აქ. ძალიან მაინტერესებს, რომ წავიდეთ ნინო, დავათვალიეროთ ყველაფერი. იქ არიან დათვები, ძინავ თავისთვის, არ ძინავ თავშეულობა. და ეს საკვები იყო ჩაგდებული დათვებისთვის. თუმცა ის საკვები, რომელიც იყო ჩაგდებული, ეს ამჯერში დათვი არ ჩავიდა წყალში. ძალიან ღმათ იყო, იქ ხალხი ღმათ არის წყალი და დაეზარა ჩასვლა, მათ თევზის გულის რომელიც ჩაუგდა ის თევზი და ჩამძაღდება იქ. აი მოდით, კიდე ერთ ხელში ის თევზი იქ ეგრე. აქ ჩვენ ხედავთ იუქებს ბატეს. და იქ წეროს შემჩნევა, რომელსაც მე საქართველოში ყოველდღიურად ხედავ. და ძალიან ბინძური და ცუდი პირობებია. მეგობრებო, ლომები ძალიან მომეწონა და რა თქმა უნდა, ბუდაპეშტში აი ეს შუშები სადაც იყო, ლომები სადაც იყვნენ, შუშები იყო გაორთქლილი. ალბათ ბუდაპეშტში ახლა ვართ, ვენაში. ხო, ვენაში, როდეში. ოპერატორმა შესაძლებელი ამიტკითა, მადლობა მას. ხო, ეს შუშები იყო კენისგან დაორთქლილი. ალბათ იმიტომ რომ ცოტა ცუდი ამინდი იყო, მაგრამ ეგ მომეწონა, იმიტომ რომ ძალიან გასაკვირებელი შუშები კარგად ჩანს რა ლომი. სული დგას ნამდვილად, იმიტომ რომ თევზის საკვები ზოგადად აქ სული და აკვარიუმებში ვიწმენდნენ სავარაუდოდ ყოველდღიურად, ამიტომ ეს კი ჭამობს ბავშვებს. ხულიკი. ოცა. ბოსტნეუს ჭამასი. ამ ციცას დარქეული შეჭამენ ამას. ახ რაღაცა დიდი ფორი აქ აქვს. გამურები? გამურები თუ ასე სინახეში რატო ძალიან. ოპა, სახლა. მიპარეთ. იმის ის ნაჭამია, ოჯელი ერთი ვიხარ ნაჭამ. წყნარი არსებია. ყუები. ეს რა?
აქეთ ის არის ეტაპებია. არა უკვე იჩეკებია. და გაფრინდებიან მერე? ხო, მაგრამ ყველა იმით რატო ვაქვთ მიწებებული, არა, ეს არა, ესენი მყარი ისინია. იმიტომ რომ ნახე იმეებით აქვთ მიწებებული. ჭებოთ. ეს ისეთი. ხო, ეს მყარი. არა არის მყარი. ცოცხალი. ეს ჭრიჭინები თითქოს და შეეთურაში ქვეყანა არის. Everybody knows that the dice are loaded. Everybody rolls with their fingers crossed. Everybody knows the war is over. Everybody knows the good guys lost. Everybody knows the fight was fixed. The poor stay poor, the rich get rich. That's how it goes. Everybody knows. ბიჭო, ესენი არც ბუნებრივ პირობებში არ არიან, ანუ ოთახებში არიან გამოწყებული. მაიმუნების პლანეტაში როგორც არის, აი ზუსტად ეგეთი სიტუაცია. აქვს გოლი გასასვლელი გარეთ თითისადი რა ქვია, დავითვალე. იმედი ამას შეხედე იმენა. გასტრესილია ფიქრობს იმას. მეგობრებო, ეხლა სელაპები ნახეთ ძალიან მაგარი იყო და აქეთ აუში გამოვედით და აი ცა განაყოთ. გავს ნახეთ ითიაში. მოკვდა. ჩაუბებულა და არც ამოიყვანეს. სუდად არის. კვდება და ერთი ის ვერ გავიგერო. დაჯგლები რატო აქ? აი ის იმას ის ბრალია ეგ რა. დიდი ხანი გავაჩერეთ წყალში და უკვე მოეკიდა ის. იხსნება რა. ნუ აშკარად გარდაიცვალა ეს საწყალი რაღაც. დიდი ხანი. აი მე გაგიჟდა ეს კაცი. მოდი დიდი მოდი აუღო და გაუქაროს. ერთები გაშალოს. მასუყურეთ რა პატარა არის რა ხედა რაღაცა გიჭირდება. საყვარელი როჟა. რა შეამშვიეთ ბატონო მუყა. მე მოხდა და იმას თავში აქ პრედმეტი მოხდა. პრედმეტი. ისი ახლა დაუფიქთი რა ცოტა საუბრობდი და ჩემი ედიტორი ახლა ვენასაც ნახავს, ბუდაპეშტსაც ნახავს. აგინეთ მე წავარ ხოლმე ჩამოგიტან მასალას. აედიტე და იმოგზაურე სახლით. ნახე. აი მეგობრებო, გორილა. პატარა გორილა. ეს პატარა გორილაა, მაგრამ რავი, დიდი გორილა არ არის, მოდი რა ვიცი. გორილას პატარა სახეობაა. თუთიყუში, რომელიც სტრესში არის, შეხედე რა თქმა უნდა. თავისი გაჭირვებიათ ამ თუთიყუშებს ვერ დაფრი. აი, ფრენა რო შეგეძლოს ადამიანს რა. ხო. და ვერ დაფრინავ. მაგრამ ეხავს. აბა, ეს მე მგონი ნამდვილი თავის ქალა არ არის წეს. მაგრამ ხმალკბილა ვექო რომელიც გადაჩენდა, იმის თავის ქალა ფორმა იგა. კი შეიძლება იყოს რაიც. აქეთ ყავს რამე. ხახო, ან ჩვენ ვერ ვხედავთ ამ გალიებში ამ რაღაცა ცხოველებს. ან არაფერი არ არის და პროსტა გალიებია. ეს პროსტა გალიები, მაგრამ ეხავს. აბა აქეთ ვინ ყავს? ეს ვინ არის? ლომი. ლაშავე ქაურვა რო დაითრია, უეჭველი აქედა წამოიყვანა მაგან. არა, არ არის არავინ. აი, გავიდით აქეთ და გარეთ ლეოპარდი შევამშლიეთ და ლეოპარდს გადავუღოთ. მეგობრებო, მოვადექით ლეოპარდს. რა ყველა ცხოველს ძინავს, კაცო, რა ხდება? შეიძლება ეგრე აი მითხარ. სტრესში არიან, სხვადასხვაეს ვენაში რა ლეოპარდი ასე. გაყვებოდა იმას და ღობეს რა და ის ღობე იყო დახვრეტილი რა. და ასე გამიარა, ოღონ მართლა გამიარა, ახლოვშია და დამიღრინა და პირდან სუნი ვიგზენი ლეოპარდის.
დამიწო მეთამაშეო. და ჩვენ მოვადექით ამ ულამაზეს ქმნილებას, რომელიც ჭამს თაგვებს და თვითონ ძინავს ზემოთ. ეხლა შესვენება აქვს მე მგონი. ხო, ყველას ძინავს რაღაც ისეთი დრო არის ეთყობა, ძილის დრო აქვს ყველას და თავის პონჩი ძინავს. აი თან. ახლა ჩვენ ზოოპარკს ჯობს ნამდვილად აქაურობა, მაგრამ ვერ გადაირევი. აი წითელ პანდას მივადექით, განახებთ ახლა წითელ პანდას. გამოიქცა ჩვენი ოპერატორი და ჩვენ ხედავთ წითელ პანდას, დააფიქსირე. ეს არის კუნგ-ფუ პანდაში რომ არის შიფუ, აი ეს ცხოველი. რომელიც თავისთვის დარბის. ამას მაინც გვიძავს, რაც კარგია. სტრესში. ხო, ნახე რა საქმე. სტრესში იქნება, ნახე. ხმა არ ვიცი გესმით თუ არა, მაგრამ რო ვერაძურეს და ეს ნახე ელექტროღობეებია ეს რა. დენი გადის შიგნით და თუ მიეკარები დაგარტყავს. უბათქუნებს, ხო? პატნა გადმოხტები, მიდი. გადავიზუხდი ტაჯვისგან. გადმოხტი. გადმოხტი. მეგობრებო, გუში მთელი ზოოპარკს ხوارი და 20 დაუკლია სიმონდეს უყოლას ზინს. ვეფხსაც მოვადექით. აი. ამათაც ძინავთ იმენ, არ გამოდგება ეს ცხოველი არაფრად. ცხოველი კი არ ბიჭო, იმდენად პატარა ადგილები აქვს რა. ხო, არა, ადგილები მართლა ვენაში, აი, შედვეტად პატარა არის. აი ვენაში რა. ძალიან შესაბამის პირობებში ყავთ რა. ანუ მიძგავსებული აქვს ბუნებრივ პირობებს და დიდი გარემო აქვს, რომ ირბინონ და რაღაც და. აქ ძალიან პატარაა, ძალიან სიბინძურია არა, და მართლა რო შეხედოთ საშინელება ხდება, ძალიან პატარა ადგილია. ნახეთ, ამ გადაიგე ისინი ჭუბს დაიწყებენ აქ. ო, შეხედეთ. ეს ხალხო ყოფილა გარეული ძაღლი. არა პირდაპირ გადმოვობათ. ესენი გარეული ეს ძაღლები. ავსტრალიური ხო არა? არ ვიცი, მაგდენი არ ვიცი, მაგრამ გარეული ძაღლები ეწერათ გარედან. რაღაცა უცნაური, ხო, ნუ გარეული ძაღლია რა. რაღაცა ესეთი სტრანი ტიპები არის. კარგი სამწუხაროდ გავხდით მეგობრებო. ჩამოდით ბიჭებო. დავუწყოთ, ჩამოვატრავოთ ერთი, შემოვატარავთ ეკლესიას. ესენი ისინი არიან. აკუნა მატატა. ხო, სუქნები. ნუ იცის არ იყო ახლა გამხდარება. ახლა როგორ ჩიშქნა. ახე როგორი დავარსხელი ძმები აქ იმენა ელვის პრესლი ძმაო. ელვის პრესლი ბრატ. მეტი რა აგინდა. მეგობრებო, მე აი ასეთი ზომის კუები ნანახი არ მყავს. მართლა ძალიან დიდი კუები არიან. თან იქნებიან ერთი 200-ს გასახველი ისინი. აბა გველიც მინდოდა, მაგრამ გულს არა, ეს ანაკონდა არ იქნება, ანაკონდა სქელია. არა, მოშნი არის და ის აქ ის პერიოდი აქ, აი. არა, პითონი ყოფილი. ტყავს რო იცლიან. პითონი ყოფილი. აი დიდი ის არის, მაგრამ არის რა. ნახეთ მეგობრებო, არა, ლამაზი არის რა. ვერაფერს ვერ იცვენ? ის კობრა. ლამაზია ნამდვილად. მეგობრებო, მაგარი დიდია. ეს ყოფილა ტყის კობრა. მასაც შეხედეთ რა ლამაზია. ვერაძოს ვერ ხდებოდი რატო არ ევასება ხალხს გველები. მართლა ლამაზი რუჟები არის, შეხედე ახლა ესეთი ფერი ძმაო. იმენა ნეიმარის ნაიკის ბუცების ფერია. ეს არის უდაბნოს შეერაგვა. ჩუჩუჩუს შევა. ახლა გავს კი არ შეხედე. გასუქებული არის. ეს რა არის? ეს არის? ამა შეხედეთ. ანაკონდას თავი. და ეგ გვერდზე დაუდექი. ზომა ნახეთ. აკეთ უყავს. გამოფხიზლებული ჯიგარი. შეხედე. რას მიყურებ, შეხარ გალია ჩვენ გია. ჩვენს გალიაში ფოტოშოპს. ცხოვრებისეულ, მაგრამ აბა შუბირი. რა მიგილი დავია. დავყილებული დავით. იდე აბა. აქეთ რა ხდება? აქეთ არ მე ვერ ხედავ ან არავინ არ არის. ო? Hola, no te turni
მორიელი ტარანტულა არ გაინტერესებს ბუქე? მორიელი. აქეთაც მორიელი, აქეთ ტარანტულა იმალება თავისთვის იდუმალად. მაგას ბუჩქო. ერთი რაღაც მინდა აღნიშნო რა, როიძახი, ანუ ჩვენ ვერ ვხედავთ ან არ არის. ისე დაამუღამე ყველა ცხოველი გუნებასა ფერებით როგორ არის შერწყმული? აი აქ ეს უნდა იყოს ეს როჟა ეს რა. სულ არ ხედავ მე. რა ვიცი. აქაც გველოზავრი. ამათ შეხედი. რამდენი ქსელია გაკეთებული ამუღამე? ნახე. ესენი მგონი გამოფიტულები არიან, რაღაც ფიტულია აშკარად. არა, ესენი ცოცხლები არიან, რა. ეს ამოყი. რა, ტარანტულა არ მიყვარს. ახი ანაირე ბუსუსიანი რაღაცები. თუ რა გათიშულებს ძინავთ. ეს ქოჩორიანი ელვის პრესლები ცხოვრებაში არ ადარდებთ, არ უი მან გაიყვიცა ბიჭო. ნახე ნახე. კატა რო არის იქით დააფიქსირე. უი კატა. კატა გარეული კატა სავარაუდოდ. რა გარეული კატა საღლის კატა ხო იქიდან წამოვიყვანეთ. პატარა ბესეთკა გაგვეჭიდა. ესეთი მინდა იქ რა ქვია საზონაში. საზონაში ხო ეგრევე ზოოპარკში შემოდი კარგი. ირემოზავრი იქით ვაფშე მაგარი ძერსკი ფრინველებიც არიან. სხვათა შორის. აქეთ ჟირაფი ყავს ვაფშე რაში გადადებს აქეთ არის. ჟირაფოზავრი რა, ახე დავიდა ადგის. ანუ ხალხო, ბესეთკაში ზიხარ, ჯოკერს თამაშობ, ხან ირემს უყურებ, ხან ჟირაფს. მეტი რა გინდა ცხოვრება. ანუ ვიფურთხებიო და გაიც ვა, ჩემი კაი, არ შემაფურთხო, არ მოხვიდე აქ. არ გინდა. არ გინდა, მე მჯერა რომ შენ არ გინდა რომ შემაფურთხო. მეგობრებო, ბუდაპეშტის ზოოპარკში გვხვდება ასევე ადგილობრივი ჯიშის ღორი, უნგრული ჯიშის ღორი, რომელსაც ქვია მამგალიქა. ეს არის აქაური ადგილობრივი ჯიში, რომელიც ხასიათდება კარგი სასტეიკე ნაჭრებით და ადგილობრივები ასე თქვა ძალიან დიდ უპირატესობას ანიჭებენ და ბევრი ჭამს აქ ამის ხორცს. და ხუჭუჭე ღორები საყვარლები არის. მეტი არ ვიცი ამ ღორზე კონვერსია რამდენი აქვს და ასე შემდეგ კი არ ვიცი. So, წავედით. გამარჯობა. ნახო. მოგლე ჩემო ოპერატორმა გადაწყვიტა რომ ხას მოფერებოდა ძალიან მოწონს ეს თხები და მე თხებთან ფოტოები მაქვს მაგარი. ბუჩო ძალიან თქვენ ჩაუსვით თხის ფოტო. რა ყარ ბიჭო. ნახე მოაწოდა ბიჭო იმან იქიდან. დაინახე? შავთვილი კონექშენი. ვარ მივეშველო რომ გამო. მიაწოდა ძმაო. ეს უეჭველი იქიდან ენდ გამოგცემულია. ბიჭებო თურმე აქ იტყობენ რა თქვენ ბუჩქო გველე გუჯა სამივე გაიჭიდა იქ ჯარი რამაზა ერთ-ერთი საინტერესო ის ჩავიშოთ მეგობრებო ეს საფულეში აქ ზრაოდენობას ითulis აი ეს აქეთ რა აქეთ არ ვიცი რამდენად რა არის ცხოველები შეიძლება ცხოველებს ვერ აფიქსირებენ ახლა სავარაუდოდ ეგრე ისე როგორც ადამიანებს ნახეთ რამდენი ყდება და იბადება ერთდროულად თამაშობს სულ კაპიბარა აჰა ხო ნახეთ ახლა ვიცი Taris Ovalski. რომელიც გუყურებს, აღარ აქ ნახე ის წაწოლილია. მე ვფიქრობ რომ პინგვინებს კარი უნდა გავუშვათ. დავარ. სვაბოდაზე. შენასი. აი აქედა. კაპოტი. საძღვარო ვერ გავუღით კარი პინგვინებს. აი ეს გაიხადე და გონიო მეტყვი შეჭი. ეგრევა
გადავა. ბიჭო, ესა. ნახე, ზოპარკში შეგიძლია დაიძე და იჯდე. ფეხებით საწიროს. განიაო. შენ რა გინდა ფეხების განიავება? მე არა, მე განიავები ფეხებია. აბას ინგლისური არ ეცოდინება. ეცოდინება. თუ არ ეცოდინება და გეტყვია. გეტყვის თუ არ იცი. მეტი. Hi, excuse me. Where can we find polar bears? No. ანუ ამ ჩათელახებს რუკაზე ტყუილა აქვთ დატანილი. ბიჭო, გაიგე. ყავთ თურმე. პოლარსკის, ანუ აი, კენგურუ აწერია. ეს აჯანდაბა. ეს არის კენგურუ. ეს კენგურუს ახალი სახეობა. როისო. ამა შეხედე. მაღლა. რას უყურე? ვაი. ხარ ეს. მოკლედ, მეგობრებო. ჩვენი ტური ესეთი იყო ზოპარკში. დაგვიწერეთ კომენტარებში შემდეგ რომელი ქვეყნის ზოპარკში წავიდეთ და მე და ჩემი ოპერატორი აუცილებლად ჩავალთ იმ ქვეყნის ზოპარკში. მოიჭრა ზოოპარკები გამოვიკვლიეთ. მოკლედ მეგობრებო, ზოპარკის ტურმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ნიო ფაქტურად ყველაფერი მანახა. უბრალოდ პანდები ვერ ნახეთ, იმიტომ რომ რაღაც ემოციები მიმდინარეობდა და გადაყვანილი ყავდათ. ნინო სამისთვის ძალიან დიდი მადლობა. არაფერს. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ძალიან საინტერესო იყო და აქვთვანდი მე ვენის ზოპარკით. სტრეს. კარგად. Цаму. Авто Австралია. ბატონი ლუკა პატარა რაინდი. მეგობრებო, აი როგორც საქონელი ჭირდება კლიკის გამუშავება, ისე პარალელურად ჭირდება ეს რა იყო?